ხუთი ფონდის ანგარიშების დაყადაღებისა და ამასთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადება ისევ შეფასებების თემა თბილისში. Ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფონდები ქართული ოცნების მითითებით დააყადაღეს და მმართველი გუნდი რეპრესიული გზით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. ქართული ოცნება კი მიიჩნევს, რომ ფონდების დაყადაღება საფუძველი აქვს და უახლოეს პერიოდში აღნიშნულ საქმეებზე მეტი ინფორმაცია იქნება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ დაყადაღებულია ნანუკას ფონდის, ნიკა გილაურის Prosperity Georgia's ფონდი ერთმანეთისთვის სირცხვილიას და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საბანკო ანგარიშები. პროკურატურა გადაწყვეტილების მიზეზად გამოძიებას ასახელებს, რომელიც საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარეობს. ფონდები ეხმარებოდა ხალხს, მაგალითად თოვლში ჩარჩენილ ადამიანებსა და ოჯახებს. ამიტომ ამ ფონდების დაყადაღება სინამდვილეში არის ბოროტება. როგორც ჩანს, არალეგიტიმურ ქართულ ოცნებას აღიზიანებს ხალხის დახმარება, ფონდების საზოგადოების მხრიდან ხალხის შეხიდება. როდესაც ქვეყანაში სადაც საშუალო ხელფასი არის 2100 ლარი, ამ ქვეყანაში 5000 ლარიან ჯარიმას აკისრებ ადამიანს იმისთვის, რომ ქუჩაში გამოვიდა და აზრი გამოხატა, ეს არის დრაკონული კანონი. მათ შორის ასეთ ადამიანებს ეხმარებოდა ეს ფონდები და ამის თანაგრძნობას, სოლიდარობას, ადამიანურ დამოკიდებულებას ამის წინააღმდეგ როდესაც ილაშქრებ, ყოველთვის ბოლოში დამარცხდები. ეს საქმე მთლიანად ამ ფონდების, ყველა ფონდის ასე ვთქვათ, ესე დაყადაღება შეჩერება მათი საქმიანობის სასახდე ემსახურება ქართული ოცნების ამოცანას, ხო, მიზანს რომ ჩაახშოს სხვადასხვა ფორმით პროტესტი, ჩაახშოს ასე ვთქვათ, აქტივისტების და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ამ პროცესში. გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ ეს ფონდები, რომლებიც თითქოს და საქველმოქმედო მიზნებისთვის იყო გახსნილი, რეალურად ახდენდნენ დაფინანსებას ორგანიზებისას იმ რადიკალური აქციებისას, რომელსაც ჩვენ უყურებდით, ფონდები ემსახურებოდნენ ჯარიმების გადახდას, წახალისებას, დანაშაულის. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აქციები არ იყო არც მაშინ, არც ახლა სპონტანური აქციები არის ორგანიზებული, დაფინანსებული სწორედ იმ რადიკალური ჯგუფების და იმ პოლიტიკური ჯგუფების, რომელზეც ჩვენ მანამდე საუბრობდით.